ვარ იოსებ ჯორბენაძე, სასცენო სახელით ჯოზეფი და მე ვარ ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალის და ქუჩის მხატვრობის აკადემიის დამფუძნებელი. ნებისმიერი ხელოვანი თავის წილ პირველ დაბადებას განიცდის იმ პრობლემურ სიტუაციაში, რასაც ქვია შინაგანი ვნებები და შინაგან ვნებებთან ბრძოლა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იბადება შემოქმედებითი ძალა, მუხტი, ის ამბოხი, რომელიც გულში ითესება და შემდგომ გადადის და იქცევა რაღაც პროდუქტიულად. ეს არის ჩვენი მიზანი და მოვალეობა, რომ მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა და ნებისმიერი სახის პატარა გამოვლინება თუ უნარი დადებითი საქმისკენ. შესაბამისად, ეს ქალაქზე, საკუთარ თავზე, გარემოცვაზე და საბოლოო ჯამში ალბათ სამყაროს რაღაც მოცულობაზე ნამდვილად და აუცილებლად აისახება. ყველაფერი დავიწყე იმ პერიოდიდან მე ასე ვიტყოდი, როდესაც ჯერ კიდე სიარულს ვსწავლობდი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ის გენური კოდი, რომელიც ჩვენში ამ პერიოდში არის და თავიდანვე ღვივდება, აი იქიდანვე მოდის. შესაბამისად, სხვა ყველაფერი მგონია ფარსი და მოკლე მახსოვრობის შედეგი, რომ თქვა, რომ მაგალითად აი ამა და ამ წლიდან დავიწყე ესა და ეს. შეიძლება რაღაც კონკრეტული მდგომარეობა და კონკრეტული პროექტები და რაღაც სახის ღონისძიებები აკეთო შესაბამის პერიოდში, თუმცა ეს არის ერთი დიდი მონაკვეთის შედეგი, ესე ვიტყოდი, რომელსაც აუცილებლად აქვს სტარტი და დასასრული არასდროს ვიცით როდისა. ესეთი მეტაფორული მონაკვეთი ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება და ალბათ სხვა შემოქმედ ხალხსაც ეხმარება, რომ შეიგრძნოს თავისი პროცესი, ისიამოვნოს ამ შემოქმედებითი ძალით და იმ ერთგვარი ეგრეთ წოდებული ფიდბექით მიიღოს სიამოვნება, რასაც ქვია ამ შემთხვევაში და ამ კონკრეტულ მომენტში ბათუმური სული და ბათუმელების და არა მარტო მათი, რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელიც განფენილია ქუჩაში. ქუჩის ხელოვნება სწორედ ამას ემსახურება და მე ჩემი პიონერული ძალისხმევითა და თავდადებით, ესე ვიტყოდი, ყოველდღიურ რეჟიმს ვუძღვნი და მინდა მიუძღვნა უფრო მეტად ამ სფეროს, ამ საქმეს და აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, აი ჩაიცვა ის ფორმა, რომელიც ასე ვთქვათ, რაღაც სუპერგმირის როლში გაგდებს, ცოტა ხნით მაინც გადააქციო შენი ქალაქი რაღაცა სხვანაირ კუთხეთ და წარმოაჩინო მისი ისტორია ფერადი ძალებით, ასე ვთქვათ, ეს გეხმარება, რომ საბოლოო ჯამში იყო ამ ქალაქის ნაწილი და ეს ქალაქი იყოს შენი ნაწილი. თუ აქ რაღაცა გარღვევა მოხდა და სხვაობა, თქვენ სადღაც ესე იგი ერთმანეთს ეს გავს ურთიერთობას, ძალიან ინტიმურ ურთიერთობას, იმიტომ რომ შემოქმედებითობა და ნებისმიერი სახის წარმოჩენა ჩემს რეგიონში მაგალითად ემსახურება იმ ზუსტად იმ მონაცემებს და ურთიერთობებს, რასაც ჩვეულებრივად ჩემი აზრით სასიყვარულო ურთიერთობაში გამოხატავ, იმიტომ რომ აქ არის დამოკიდებულებებზე საუბარი, ხან ქალაქი და რეგიონი და შენი ქვეყანა გითმობს რაღაცას და მოდის კომპრომისებზე, ხან შენ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. და ესე ურთიერთშეთანხმებით საბოლოო ჯამში ქმნი იმ ატმოსფეროს და ქმნი იმ პლატფორმებს, რაც დღეს მდგომარეობით ემსახურება სხვადასხვა ჟანრს და უფრო კონკრეტული მიმართულებით ხელოვნებას. დაახლოებით 8-9 წელია უკვე აქტიურ რეჟიმში ქუჩის მხატვრობით ვარ დაკავებული და ყოველთვის იყო არის და იქნება სადაო საკითხი თუ როგორი შეიძლება იყოს ქუჩის მხატვრობა. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცით რა ამბოხებით დაიწყო ეს ყველაფერი და რას უნდა ემსახურებოდეს, როგორი პოლიტიკური განაცხადები უნდა ქონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის პატარა მონაკვეთი, რომელიც აი მეტაფორულად ერთხელ ჩემმა ერთმა უფროსმა მეგობარმა თქვა, რომ აი street art-ი დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც გამოქვაბულში პირველმა ადამიანმა თავისი ხელი მიახატა საღებავითო და ძალიან მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი კიდე უფრო და ძალიან ჩამრჩა და მივხვდი, რომ ეს მიმართულება და ეს მიმდინარეობა არ არის რაღაც რეგლამენტი, არ არის რაღაც ჩარჩოში მოქცეული. დღეს მდგომარეობით მე ვცდილობ, რომ ეს იყოს ძალიან მისაღები, ძალიან თვალსაჩინო და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს, რომ ამ ნაწილში რაღაცა თავისი წვლილი შეიტანოს, იყოს მისთვის ეს ყველაფერი ძალიან ახლო. დღესაც კი იმ 10,000 კვადრატული მეტრის შემდეგ, რომელიც მოიხატა ბოლო წლების განმავლობაში ჩემი ხელის მიერ, ყოველ კედელთან, ყოველ შემოქმედებით პროექტთან, ტილოსთან, ფურცელზე, iPad-ში გრაფიკულ ესკიზთან, საუბრის დროს შემდეგ და სამომავლო იდეებზე, ყოველთვის გაქვს ის პატარა ბავშვური შიში და ნერვიულობა, რომელიც აი დაითესა იმ პირველ დღეებში, როდესაც მე
ღამით გადავწყვიტე რომ რაღაც მეკეთებინა. დღეს მდგომარეობით სტარტაპით შეიძლება დაარქვა ამ ყველაფერს, შეიძლება დაარქვა მცირე ბიზნესიც, ვისთვის როგორ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ 21 საუკუნეში ხელოვნება, არა მხოლოდ ჩემი მიმართულება, უნდა იყოს ადაპტირებული, უნდა იყოს ძალიან ღია და ეს კარები, რომელიც თითქოს ორპირი კარი არის, მაგრამ კარი საერთოდ არც უნდა იდგეს, რა ის უნდა იყოს ყოველთვის მეტაფორული კარი. ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი არის უნიკალური შემთხვევა და უნიკალური პლატფორმა, მე ესე ვიტყოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა დამწყებ, გამოცდილ და კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში მყოფ მხატვრებს, რომ გააერთიანონ თავისი ძალისხმევა და შექმნან და იმუშაონ საერთო პანოზე. ყოველთვის, როდესაც ნებისმიერი სახის ფორმატის ნამუშევრები სრულდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს ფესტივალზე მაქვს საუბარი, ყოველთვის გადიხარ წინა პრე-ისტორიებს და პრე-შეხვედრებს, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ არ არსებობს სიტუაცია, როდესაც შენ მიდიხარ კედელთან, ხელს ადებთ და ძალიან დამოუკიდებლად წვეთ, რომ აქ უნდა დაიხატოს ეს. ეს ყველაფერი ამ საზღვრებს ცდება და ძალიან ბევრი მიმართულება მუშაობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ფესტივალის ხარისხზე ძალიან მოქმედებს სხვადასხვა აზრის და სხვადასხვა ხელის ჩართულობა. შესაბამისად, გააერთიანო რამდენიმე მხატვარი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, აქციო ეს ყველაფერი პლატფორმად და გაუჩინო სხვა და შემდგომ მომავალ ხელოვანებს იმის განცდა, რომ შეიძლება რაღაც საყრდენი პლატფორმა გქონდეს ფესტივალის სახით. ეს ემსახურება ძალიან ბევრ მიმართულებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამმეორდები, რომ ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოხატული კედელი, ეს არის რამდენიმე თვიანი დიდი პროცესი, რომელიც მოიცავს ძალიან მრავალ მიმართულებას. აქ ჩართულები არიან გადამღები ჯგუფები, ვიდეოგრაფები, ფოტოგრაფები, გრაფიკული დიზაინერები, სხვადასხვა სტილის მხატვრები, კოორდინატორები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სია ძალიან დიდია და მე ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, ერთგვარი სტარტაპის სახით წარმოჩნდა ჩვენი ფესტივალი და აი ლოკალური ძალისხმევით, ბათუმური ძალისხმევით ჩვენ შევძელით და ჩამოვიყვანეთ ევროპიდან მხატვარი, ჩამოვიყვანეთ პიროვნება, რომელმაც გაიცნო და რომელმაც გააცნო თავისი კულტურა და კულტურული გაცვლითი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, დაგვიტოვა თავისი შემოქმედება ფესტივალის ფარგლებში და ძალიან საინტერესოა ის ანარეკლი საზოგადოებიდან, რომელიც უყურებს უცხო ხელს და უცხო ხედვას, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ჩემი ხელი და ჩემი აზრი და მეტაფორები შემოქმედებაში ასე თუ ისე ხალხისთვის ნაცნობია და როდესაც სხვა ხელი ერთვება, სხვა აზროვნება და სხვა გონება ერთვება საქმეში, ის ყოველთვის გამოარჩევს ნაწილს, პროექტებს და ღონისძიებებს სხვა მიმართულებას აძლევს და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს იტესტება, ასე ვთქვათ, გაცილებით მეტია ვიდრე იტესტება, მაგრამ მაინც ამ სიტყვას გამოვიყენებ, ჩვენი ფესტივალის მასშტაბები და შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმისა, რომ რამდენიმე დამფინანსებელი ორგანო ინტერესს გამოხატავს უკვე, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაიზრდება, როგორც შემოსავლის კუთხით, ისევე გასაქანის კუთხით, იმიტომ რომ ეს ფესტივალი აუცილებლად უნდა დარჩეს ქალაქში როგორც ლოკალური, ყოველწლიური პლატფორმა ერთგვარი, რომელიც გადის, უკვე გავიდა საზღვრებს გარეთ და წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს, ჩვენს რეგიონს, ჩვენს კულტურულ ისტორიას და ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ street art-ის მიმართულება ნებისმიერი ღონისძიების სახით არის უნიკალური შემთხვევა, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის პროექტი, როდესაც სრულდება, ჩვენ გვრჩება მხოლოდ ფოტო, ვიდეო, ვიზუალური მასალა თუ გაგვიმართლა და მხოლოდ ესე აი დაჩიტული, გადახაზული აზრი, რომ აი ეს პროექტი შედგა. Street art-ს კი ახასიათებს ის, რომ პროექტი როდესაც შედგება, შემდეგ გრჩება შენ მოხატული კედელი, მოხატული შემოქმედებითი პანო ერთგვარი, რომელიც გაძლებს წლებს, თუ ბათუმურმა წვივებმა ხელი შეგვიწყო და ხალხმა არ დააზიანა გამიზნულად, ჩვენ გვხვდება და გვჩება ის ისტორია, რომელიც ასე ნელ-ნელა იწერება და მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ იმ ისტორიულ პერიოდში, როდესაც ამ ბათუმში, მედუზების სურნელით გაჯერებულ ქალაქში ისტორიული გაღვიძების, გამოფხიზლების და ასე ვთქვათ, ცოტა განახლების პერიოდი იწერება რა. იმიტომ რომ ყოველწუთიერად, ყოველდღიურად ჩვენ ვქმნით ახალ და ახალ შესაძლებლობებს და ჩვენ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ქალაქში და ამ რეგიონში ძალიან ფართოდ არის. მე
მე ვფიქრობ, რომ ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი იქნება გაგრძელება იმ დიდი ისტორიისა, რომელიც ჩემამდეც რა თქმა უნდა დაიწყო სხვა მხატვრებმა, ისინი მუშაობდნენ თავისი მიმართულებით. ეს აუცილებლად დასინთეზდება ჩვენ მუშაობთ ადგილობრივ მუსიკოსებთან, რომლებთან ერთადაც ეს ქუჩის მხატვრობის ფესტივალი უნდა დაკონექტდეს და წარმოვაჩინოთ რაღაც ახლებური პროდუქტი და მე ვიტყოდი, რომ გარდა ამისა ეს ყველაფერი ასაზრდოებს იმ მიმართულებებს, რომლებიც ქალაქმა იცის როგორც ქუჩის მხატვრობის აკადემიის სახით. ქუჩის მხატვრობის აკადემიაზეც რო ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, ეს არის ერთგვარი გამოღვიძება ქალაქში, რომელიც აერთიანებს რეგიონალური მასშტაბით ქართველ და უცხოელ არტისტებს, რომლებიც გარდა იმ საფესტივალო და საპროექტო ღონისძიებებისა, კერძო სექტორებშიც აღწევს, არის ერთგვარი დასაქმების სააგენტო ბჭყალებში რო ვთქვათ. ხელოვნება ყოველთვის იწყება ენთუზიაზმით, იდეით და იმ ცეცხლით, რომელიც ჩვენ შიგნით თუხთუხებს, ესე რომ ვთქვათ, და ძალიან დიდი გამართლებაა და ძალიან დიდი შრომის შედეგია პირველ რიგში ის, რომ ეს ენთუზიაზმი, რომელიც თითქოს უმიზნოდ, თითქოს არსაითკენ მიექანება, მაგრამ მაინც იწყება, შენ მას მაინც ბრმადენდობი და მიყვები ამ საქმეს. შემდეგ ეგ საქმე გასაზრდოებს. მე ვფიქრობ, რომ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობა, უკვე საქმიანობა, ჩემი ხელოვნება არის ჩემი მასაზრდოებელი, მატერიალურ ნაწილშიც, პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერი საზრდოა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაქვს ის გამართლებაც, რომ რასაც ვქმნი, ეს ყველაფერი გაყიდვადია. რისი თქმა მინდა, თუ შენ შემოქმედებას აკეთებ და ყავს ისეთი დამკვეთები, ისეთი კერძო პროექტები, რომლებიც შენ ზღუდავს და რაღაცა სხვა რამის შექმნას გთხოვს, იმის გამო რომ ასე მოითხოვს რეგლამენტი. ეს სადღაც დაგასევდიანებს, სადღაც გაგტეხავს და სადღაც შეიძლება ხელიც აგაღებინოს შენ საქმეზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ შრომა სწორად მიიმართა, ჩემი ძალები მიუმართე საკუთარ თავში და დღემდე ამას ასე ვაგრძელებ და თუ ღვთისწყალობით უნდა დავბერდი ამ ქალაქში, დიდი სიამოვნებით დავბერდებოდი ამ ქალაქში და ყველა ნაოჭი მეყვარებოდა და ბოლომდე გავაგრძელებდი და გავაგრძელებ საკუთარი თავის განვითარებას, საკუთარ თავზე მუშაობას და ეს ყველაფერი რაღაცნაირად რეფლექტურად ყოველთვის აისახება შენს ყოფით მდგომარეობაზე. ყოველთვის მთავარი საკითხი, მთავარი წერტილი არის ის, რომ შენი შემოქმედება იყოს პირველი, იყოს სუფთა, იყოს გულწრფელი და იყოს გულიდან ამოსული და აუცილებლად ჩნდება და გამოჩნდება ისეთი ხალხი, ისეთი კომპანიები, ისეთი გასაქანი, ისეთი ღონისძიებები, ისეთი საგრანტო კონკურსები, ძალიან ბევრი და ბევრი მიმართულება, რომლებიც მეც ბოლომდე რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობები, სადაც შენ შეგიძლია შენი ხელოვნება აქციო პროდუქტად, ისე რომ არ დაზარალდი, არ დააზარალო შენი ნაზი, შემოქმედებითი სული და პირიქით ეს ყველაფერი გახადო ფართო აუდიტორიისთვის მისაღები, მოთხოვნადი და უნიკალური. რადგან იმ ჩემი აზრით უნიკალურ შესაძლებლობებში, უნიკალურ ვიზუალში განსაკუთრებით ხალხი იხდის თანხას, ხალხი იხდის თავის ემოციას და პირველ რიგში უხეშად რო ვთქვათ და მარკეტინგულად იყიდება ემოცია. რაც არ უნდა ბევრი ემოცია გაყიდო დღეს, შენ ყოველთვის გჭირდება მეტი შემოქმედებითი წყარო, რომ ეს ემოციები ისევ შეივსოს შენს საკუთარ მეში, არ დაიცალო, მაგრამ თან აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და თან ცხოვრობდე იმ ცხოვრებით, რომლისკენაც მიისწრაფი და რომელიც გიყვარს, ეს ჩემი აზრით საერთოდ არ არის სხვადასხვა გზა, იმიტომ რომ სალვადორ დალი თავის სასახლეში გარდაიცვალა, მე ესე ვიტყოდი მეტაფორულად. ჩვენ არავინ არ მოგვაკითხავს სახლში. ეს მე ერთგვარ კრედოდ მაქვს დადებული, იმიტომ რომ სახლის კარებზე არ გიკაკუნებს შენ შესაძლებლობა. შენ უნდა გააღო სახლის კარი, შენ უნდა გახვიდე გარეთ და შენ უნდა დაიწყო კაკუნი. ყოველ 10 დაკაკუნებულ კარზე, რომელშიც 9 უარია, 9-ვე შეგიძლია გადააქციო ერთ კით. ეს არის ჩემი რაღაცნაირი ესეთი მოტივი, ძალისხმევა და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ესეთ შესაძლებლობაში ჩვენ თუ ფარხმალს არ დავყრით, აი რავი, სულ ასე არ იქნება რა, არც ცუდი, არც კარგი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის ცვალებადი, პროცესით უნდა ვისარგებლოთ, მომენტში უნდა ვიყოთ და
უნდა შევხვდეთ მეტი და მეტი შესაძლებლობა და გასახანი საკუთარი თავისთვის და ჩვენ შემდეგ გავხდებით ერთგვარი ხიდი სხვა ხალხისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება კაცი იყო მარტო შენს საქმეში, მარტო შემოქმედებაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შემდგომ აისახება იმ თავარ შედეგზე, რასაც ქვია ფართო მასშტაბის შემოქმედება. ჩემი ფესტივალი, ჩემი პროექტები, ჩემი ნებისმიერი სახის ღონისძიება, გამოფენები, ვორქშოპები და მასტერკლასები ყოველთვის ეძღვნება საზოგადოებას. მე ვცდილობ რომ იყოს სახალხო ეს არტი და ყოველთვის იყოს ქუჩაში ნებისმიერი მსგავსი სიტუაცია, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს სახელოსნოში სახლში მუშაობა, მაგრამ ბოლო წლებით მივეჩვიე რომ ჩემი სახელოსნო და ასე მინდა იყოს ჩემი შემოქმედებითი სივრცე არის ქუჩა და როდესაც შენ სამუშაო ფორმაში, შენი სამუშაო მასალებით ნებისმიერ წერტილში ამ ქალაქში შეგიძლია დაჯდე, წამოჯდე, იმუშაო და იყო ამ პროცესში, ეს ნიშნავს რომ შენ გაქვს ძალიან დიდი რესურსი ამ ქალაქის სახით, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ არ გამოიკეტო შენს პატარა ოთახში, გამოხვიდე გარეთ, ფართოდ გააცნო საზოგადოებას შენი იდეა და ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ძალიან მიმღებლურია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, გექნება კრიტიკა, რა თქმა უნდა, გექნება ფურთხი, ლაფი, მაგრამ გექნება ტაშიც, სიყვარულიც, ჩახუტება და ის ბედნიერება, რასაც სხვის თვალებში შენ აუცილებლად აირეკლავ და დაინახავ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი გზა, ძალიან საინტერესო გზა და ჩემი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, ნებისმიერი სტარტაპის სახით, სამომავლო პროექტების სახითაც, რაზეც ყოველდღე ვფიქრობ, უნდა მოემსახუროს და ემსახურება იმას, რომ ჩვენი ყოველდღიურობა იყოს არა ეგოისტურად მხოლოდ ჩემი, კარგი, არამედ აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ჩვენ ვიმსახურებთ სიკეთეს, ჩვენ ვიმსახურებთ იმ ხალას ცხოვრებას, რომელიც ხანდახან ასე ძალიან გვაკლია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთ პატარა ნავში ვზივართ და სხვა ძალიან ახლოსაა ამ ქალაქში, სხვას ძალიან უყვარვართ, უბრალოდ ტალღებს უნდა აუყვეთ, ასე თუ ისე. იდეა, რომელიც არ არის გაჟღერებული, მხოლოდ ეს არის ცუდი იდეა. სხვა ყველაფერი არის ძალიან სწორი, ძალიან დროული, იმიტომ რომ ღმერთი ამ ნაპერწკალს ჩვენში ტყუილად და უმიზნოდ არდებს. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ გასახანი ნებისმიერ ჩვენს შინაგან მოთხოვნასა და ახალ იდეას და რჩევა, რომელიც შეიძლება რომ თუ რჩევა ქვია ამ ყველაფერს, უთხრა სხვას არის ის, რომ ყოველთვის ვიყოთ გაბედულები, იმიტომ რომ მე როდესაც ამ საკითხს ვსაუბრობ რჩევის სახით, ყოველთვის საკუთარ თავს წარმოვიდგენ, რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს. პირველ რიგში ჩემ თავს ვუყურებ და ვუყვები ამას, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავბედე, იმდენჯერ შემდეგ დღეებში მე უკვე შედეგი მქონდა. და ეს არ არის აბსტრაქცია და ეს არ არის რაღაცა ვიზუალური ძალისხმევა, ესე ვიტყოდ, ეს ყველაფერი არის ძალიან რეალური, ძალიან ახლო და ძალიან ნამდვილი, ასე რომ უნდა იყოთ გაბედულები, უნდა შეგეძლოთ მიღება ამ გაბედულების და მესამე და ყველაზე მთავარი, ალბათ, ჩემი აზრით, ის შრომის უნარიანობა და შრომის სიყვარული, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანში არის ჩადებული. ეს შეიძლება ძალიან ზოგადად ჟღერდეს და ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, როდესაც ახალგაზრდა სტარტაპერი ხარ და სანამ გაქვს ეს ცეცხლი და ეს გაბედულება, კიდევ უფრო მეტი მუხტი უნდა მისცე, უფრო მეტად უნდა მიაწვი ამ ყველაფერს და ხალხი, რომელიც უბრალოდ ირგვლივ კანტიკუნდად არის, ის ჩვენი თანამოაზრეები არიან და ხან უბრალოდ ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ სხვასთან გააზიარო, ერთი თვალებში შეხედვაა საკმარისი, რომ შეკავშირდეთ, ნახოთ ახალი გზები, შექმნათ ახალი პლატფორმები, გააბათ ხიდები, ხაზები და ერთ დღესაც მობრუნდები და ხედავ, რომ ვიზუალურ ნაწილში, ჩვენს გამძლე ცხოვრებაშიც რაღაც შედეგები თავისთავად დაეწყო. ჩვენ უნდა ჩავყაროთ საძირკველი, უნდა მივიღოთ აბსოლუტურად ყველა ის შედეგი, ის მარტივი შედეგი, რომლებიც გული თითქოს უკარნახობს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი მრჩეველი მაინც საკუთარი თავია და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღმერთი ნამდვილად არდებს ჩვენში იმ ენთუზიაზმს და იმ გიჟურ იდეებს, რომლებიც ჩვენ გვიჩნდება. ეს არ არის ბოროტი მხარის იდეა, ეს არის ზუსტად იმ სიკეთის და იმ ღვთიური ბუნების ძალისხმევა, რომელიც ჩვენ შიგნით აბსოლუტურად ყველაში ერთ დონეზე არის. აი, რამდენად ჩვენ მას მოусმენთ, რამდენად ჩვენ მას დავუჯერებთ და ხელს შევუწყობთ, აი ეს უკვე ჩვენი არჩევანი, ასე რომ ალბათ რო შევაჯამოთ და ყველაზე დიდი რჩევა რო ვუთხრა საკუთარ თავსაც და დამწყებ სტარტაპერებსაც არის ის, რომ უნდა მოусმინოთ და დაუჯეროთ ჩვენს თავს.